მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ, გაგახაროთ, ღმერთმა განავრცოს საქართველო, გააერთიანოს, გაუმარჯოს ჩვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, საოცარი წყალობა გაქვს ღვთისაგან. ერთი ბედნიერება ერთხელ დაიბადო ადამიანი და დაიბადო ქართულ ენაში, ქართულ ერში, ქართულ სახელმწიფოში, ქართულ მამულზე და რაოდენ მრავლად მოგუმადლა ეს ღმერთმა, ხომ? ამისი არ დანახვა, მით უმეტეს ამ ეპოქაში, როცა მეტნაკლებად განთავისუფლებულია, გნებავთ მეცნიერება, გნებავთ უნივერსიტეტი, გნებავთ ისტორია, თვალნათლივ ჩანს. ჩვენ ქართველები ვართ და მე მაქვს ჩემი ომახიანი შეხედულება, შეიძლება შეხედულებას ომახიანი ეწოდოს, რომ წარღვნიდან მეოთხე, მეხუთე, მეექვსე თაობაში უკვე ყალიბდება ქართული ენა, ქართველი ერი და რა თქმა უნდა ენა რიგ ტრანსფორმაციას განიცდის, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ჩვენ რო წარმოსახვითად მოვხვდეთ, გნებავთ მაცხოვრის ეპოქაში, ფარნავაზის ეპოქაში, აიეტის ეპოქაში, ქართველი ეთნარქების ეპოქაში, ჩვენ პირველივე წუთს მივახვედრებთ, რომ ჩვენ ქართველები ვართ, როგორც ისინი, მეხუთე, მეექვსე დღეს უპრობლემოდ ალღოს ავუღებთ იმ ენას და ერთ თვეში, ორ თვეში უპრობლემოდ ვისაუბრებთ იმ ენაზე, ან იმათ ავასაუბრებთ ჩვენ დღევანდელ ტკბილ ქართულ ენაზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქეთს ვიხრი ყველა მოძმე ერისა და მეზობელი ერისა და ძველი ერის წინაშე, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვართ ის ერთადერთი ერი, რომელიც იმ ენაზე საუბრობს, რა ენაზეც საუბრობდა ჩვენი წინაპარი 20 საუკუნის წინ, 33 საუკუნის წინ და 45 საუკუნის წინ. ამას რომ ჩვენი წინაპარი ეთნარქები, ქართლოსი, ეგროსი, მათი მამა თორღამე, ანუ თარღამოსი საუბრობდნენ ქართულ ენაზე, ამბობს არა ვინმე, არამედ გრანდიოზული, ეროვნული, ღრმად განსწავლული ადამიანი თეიმურაზ ბაგრატიონი თავის წიგნში ისტორია ივერიისა და მას დაეჯერება. იგი წესიერი ისტორიკოსია, პატიოსანი ისტორიკოსია, ღვთისმოშიში ადამიანია. აქედან გამომდინარე, იგი არ იცრუებდა და მეორე დამადასტურებელი ფაქტი, რომ ჩვენ ამ ენაზე ვსაუბრობდით მაცხოვრის დროს, ეს არის მესამე საუკუნეში შექმნილი, ჯერ არ არის ეს დამტკიცებული, მაგრამ მაღალი ალბათობით მესამე საუკუნეში შექმნილი ცხრაღმაკოლაელის წამება, მეოთხე საუკუნეში შექმნილი ძეგლი წმინდა ნინოს ცხოვრება, შემდგომ შუშანიკის წამება და სხვადასხვა ჰაგიოგრაფიული ძეგლები, რომელიც ძალიან ტკბილად და გასაგებად გვესმის ჩვენ და სკოლაში ვსწავლობდით და ვსწავლობთ და ვისწავლით რიგ მათგანს. ქართველ ერს, რომელიც მარტო ამ ადგილზე არ დაბადებულა, ამაზე ცხადია უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართველი ერი ჩამოყალიბებას იწყებს არა მხოლოდ დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ იწყებს პირველ ქალდეაში, მეორე ქალდეაში, მესამე ქალდეაში, მაგალითისათვის ერთის მხრივ ჩვენი წყაროებით, რომ ქართლის ცხოვრების მიხედვით, რომ ქართველები ჩამოყალიბებას იწყებენ თარღამოსის ოჯახში და ღამერის ოჯახში, შესაბამისად ასევე ქართველი ერი იბადება, ყალიბდება თუბალის ოჯახში, სადაც მუსხები არიან და სადაც მოშქები არიან და ასე შემდეგ და იქაც ხდება ქართველთა ერის გენეზისი. ეს წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელი კაბადოკიაა დაახლოებით და იქიდან მაგალითისათვის სადაც დღეს არის საწყისი ძველი მესხეთისა, სადაც არის პაიპერი, ზემოსპერი, ქვემოსპერი, სპერი, ერზრუმი, ანუ კარნუ ქალაქი. ქართველი ერი ასევე უეჭველი ცხოვრობს
მაგალითისათვის 25-30-35 საუკუნის წინ იქ სადაც არის ქარდუქი ქსენოფონტემ გამოიარა რა მაგ რეგიონზე ვანის ტბის სამხრეთით იგი ამბობს რომ აქ არის ქარდუქი რაც პლუტარქესეული გორდიენია და სტრაბონი ამბობს რომ აქ ცხოვრობენ მაგალითად აი სადაც ტიგრან მეფემ არმენმა მეფემ ტიგრანოკერტი დააფუძნა აქ ცხოვრობდნენ იბერები ну ეხლა დაბნეულები და ან დამფრთხალი ასე ვთქვათ ისტორიკოსები კატეგორიულად წერენ რომ სტრაბონს ეშლება რა ადვილი დასაწერია ხო სტრაბონს ეშლება მაგრამ იქაც არიან იბერები წარმოიდგინეთ სადაც დღევანდელი დიარბექირია ძველი ამიდა ქართული კოლონიები და ქართული ფუძე და ქართული გარემო იყო ხურითთა ძველ დედაქალაქი სადაც დღეს არის ურფა შანლი ურფა ანუ ძველი ედესა იქ ქართული კოლონიები იყო სადაც იბადება შეიძლება ითქვას ქრისტიანული კულტურა შესაბამისად გქონდა რა იმისი დიდი ცოდნა რომ უკვე პრაქტიკულად ადამიანმა იმ ეპოქებში ლურსმნული სახით დაიწყო დამწერლობა აღრიცხვა დაიწყო მაგალითისათვის ბიბლიური ცნობა რომ ეზეკიელი ესეთ გვაძლევს ესეთ ცნობას ეზეკიელი რომ თუბალი და მოსოხი ჩადიან აი ამ რეგიონში რომელიც მე უკვე ვახსენე ზემო შუა მდინარეთში და ვაჭრობენ რკინის რვალით ლითონის იარაღებით და ასე შემდეგ და აი ამ ვაჭრობას აღებმიცემობას და ასე შემდეგ ყველა ვარიანტში დაჭირდებოდა აღრიცხვიანობას დაჭირდებოდა ნიშნები ასონიშნები და რიცხვითი ნიშნებიც ასე რომ შესაბამისად ჩვენ წიაღში უდაოდ ჩვენ წიაღში ქალდეველთა წიაღში ურარტუს რომელსაც გვართმევენ ურარტუს წიაღში ალაროიდების წიაღში აი ამ მუშქების წიაღში არის დაბადებული ასონიშნებიც და ჩვენ ამაყები ვართ რომ მათი ერთადერთი შთამომავალი ჩვენა ვართ ამას წერდა ივანე ჯავახიშვილი ამას ამბობს ილია ჭავჭავაძე კირიონ მეორე დიდი გენიოსი გრიგოლ რობაქიძე და უამრავი ადამიანი რომ ჩვენ ქალდეველთა შთამომავლები ვართ შესაბამისად აი ეს საოცარი აღმოჩენა რასაც დამწერლობა ქვია და აღრიცხვიანობა ქვია კი არ უნდა ვივარაუდოთ არამედ უნდა ვიამაყოთ რომ ჩვენს ფუძეზეა შექმნილი ჩვენს გარემოშია შექმნილი და ღმერთმა გვასწავლა ღმერთმა აგვიხსნა და ღმერთმა მოგცა პირველი ასტრონომებიც ქალდეველები არიან და ქალდეა ქართლია მე ამას ვიმეორებ 100 დიდი გენიოსის შემდგე და ეს ჩემი მოგონილი სიტყვა არ არის დიდი მეცნიერები ქართველები ამბობენ ამას ჩვენ დღეს ყავს სტუმრად საოცარი ადამიანი რომელმაც მე გამახარა გამაოცა კიდე ერთი საფეხურით გაზარდა ჩემი პატრიოტიზმი გაზარდა ჩემი სიხარული სიამაყე რომ ქართველი ვარ და ამ ადამიანის კვლევამ ძალიან გამახარა იმიტომ რომ ეს არა მარტო ქართველებს არამედ კაცობრიობას ჭირდება თუ ვინმეს უნდა რომ თავისი ფუძე იპოვოს მეტადრე ევროპულ ცივილიზაციას ევროპულ კულტურას და თავისი ფესვები იპოვოს უნდა ჩამოვიდეს აქ ქართლში ჩვენ წიაღში ჩვენ სამეცნიერო ორგანიზაციებში ჩვენს არტეფაქტებთან ჩვენს ენაში და უამრავ საოცრებას იპოვის მოგესალმებით ბატონო ელიზბარ ეს გახლავთ ელიზბარ ბზარაშვილი დიდებული ადამიანი მასწავლებელი კაცი მოაზროვნე კაცი ქრისტიანი კაცი მცხეთელი კაცი და ალბათ კაცი რომლის წინაპარი მინიმუმ 45 საუკუნეა მცხეთაში ცხოვრობს და მცხეთოსის შვილიშვილი იქნება შვილთაშვილი და როგორც ჩვენ ყველანი მე მაგალითად როგორც შიდა ქართველი ვარ უფლოსის შთამომავალი ესე მწამს ღრმად ელიზბარი არის ჩვენი სტუმარი დღეს მე წინ გეუბნებით რომ შეიძლება დღეს ვერ ჩავტვიოთ დღეს კი არა რამდენიმე გადაცემაში და წინ გეუბნებით რომ მან მოგცა პირობა და ჩვენს დარწმუნებული ვარ რომ იგი კიდე გვესტუმრება იგი არის ჩემი აზრით ჩემი შეხედულებით გადმოგცა რა ერთ-ერთ შეხვედრაზე ახსნა განმარტება პირველი ობიექტური მართალი წამკითხველი გრაკლიანის წარწერისა დიდი მადლობა ღმერთს ამ საოცრების აღმოჩენისათვის გრაკლიანის წარწერის გრაკლიანის არტეფაქტების
აღმოჩენისათვის, გამოგზავნისათვის და მე ესეთ ადამიანებს, ვინც მას რუდვნებით ეპყრობა, სწავლობს, კითხულობს და ავრცობს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. რა არის გრაკლიანის წარწერა და საიდან დავიწყოთ? სრულ თავისუფლებას განიჭებთ ჩემს გადაცემაში და აი ამ ტელევიზიის ფორმატში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისათვის, თქვენ და თქვენ სახს, ბატონო ნუგზარ. გრაკლიანი ცელი თემაა გრაკლიანი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, აგერ ჩვენს წინაპრებს რამოდენიმე ათეული საუკუნის წინ ქონდათ აქ აქტიური ცხოვრება, კულტურული ცხოვრება დაწინაურებული და მეცაც გეტყვით, რომ სულაც არ დაგჭირდება რამოდენიმე თვე ჩვენ მათთან ლაპარაკის გამართულად გასაბმელად, რადგანაც დარწმუნდებით, რომ ქართული ფაქტიურად არ შეცვლილა და ვისაც ძველი ქართული, ვთქვათ, იგივე შუშანიკის წამების ქართული ასე თუ ისე ესმის და მე მგონია, რომ საშუალო განათლების ქართულს დიდწილად ესმის, თუ რაღაც ენიდან გამოსული სიტყვა რა გამოყენებიდან გამოსული, ჩვეულებრივ იგივენაირად გავიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტი შედარებით გართულებულია ჰემატრიული საჭიროებების გამო, მაინც გასაგებია და მე შიგნით ჰემატრია კიდევ უფრო ცხადია, იმიტომ რომ იქ აღარაა საჭიროება გართულდეს და ამიტომაც თავმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30 საუკუნის წინ დაახლოებით იგივე ქართულით ლაპარაკობდნენ, როგორც ვთქვათ, იგივე ლეონტი მროველი, თუნდაც იგივე შოთა რუსთაველი დაახლოებით და სავსებით გასაგებია თანამედროვე ქართველისათვის. მოგახსენეთ, რომ ეს აღმოჩენა აკეთდა 2015 წელს. გრაკლიანი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელი გვეთის მახლობლად, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირას, შემაღლებულ გორაზე, სადაც ტელეფონის ვაკე გადადის მუხრანის ვაკეში და გარკვეული შემაღლებულ ბორცვს ქმნის, რომელიც დიდი ხნის ნამოსახლარია, იგი გათხარა და ახლაც იკვლევს ბატონი ვახტანგ ლიჩელის სამეცნიერო ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, როგორც ამბობენ, ეს ძეგლი არის ძალიან დიდი ხნის დასახლება, დაახლოებით დმანისის დასახლების ხელა ზეზოსდამზიას დროინდელი, მილიონი წლის მაინც, როგორც თქვენს მეცნიერებმა და უწყვეტად არის აქ ადამიანის ცხოვრების კვალი შემორჩენილი დაახლოებით მე-4-მე-5 საუკუნეებამდე. შესაბამისად, რამოდენიმე შრე აქვს, რომელიც აყოლებულია გორაზე, სხვადასხვა სართულებად და ამ ერთ-ერთ განათხარ ფენაში, ერთ-ერთ ტერასაზე აღმოჩნდა სწორედ ეს წარწერა. ეს წარწერა აღმოჩნდა ნატაძრალ ოთახში, პატარა ოთახში, რომელიც ფლატაძარიც არ იყო, რადგანაც ალბათ შიდა მოხმარებისთვის იყო ტაძრის ხურუმებისათვის, დაახლოებით 18 კვადრატულის სიდიდის ოთახში 3 მეტრი 6 მეტრზე, რომელიც იყო განლაგებული ქოთნების გარემოცვაში. ქოთნებში იყო მარცვლეული ძირითადად ფეტვი, ასევე ხორბალი, ასევე ქერი, რომელიც ღვთაებას შეწირეს ამ წარწერის ირგვლივ. წარწერა შესრულებული იყო საკურთხევლის ქვედა ფილაზე, დაახლოებით ესეთი წარწერა, 90 სანტიმეტრი სიგრძის მიახლოებით და 10 სანტიმეტრის სიმაღლის, რომელიც არის დღეს დაკონსერვებული, რადგანაც ეს წარწერა შესრულებული თიხაზე, რომელიც ქვიშაშია შერეული და არაა გამომწვარი, გახსნის შემდგომ კლიმატურმა ზემოქმედებამ, ქარმა, წვიმამ იმოქმედა მასზე და გამოუწვევი თიხა დაიშალა და წარწერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა და შესაბამისად მასზე დღესდღეობით აღარ იკითხება დაახლოებით შუა ნაწილის იქით. ამიტომაც დააკონსერვეს იტალიელმა დამკონსერვებლებმა და გადაწყვეტილი აქვს, რომ გარკვეული წებუების შერევით გაამაგრონ, რომ საბოლოოდ აღარ გააგრძელოს დაშლა. დღეს იქ სერიოზული მუზეუმია, შენობა ააშენეს, სადაც იქ მოძიებული არტეფაქტებია გამოფენილი, სადაც არის მთელი რიგი დარგები წარმოდგენილი, არა მარტო წარწერა, არამედ ლითონის დამუშავება იქნება თუ ყველის წარმოება, საწონი ერთეულები, განსაკუთრებული ისეთი ქართული წონის ერთეული მინა, რომელიც სხვაგან არ გვხვდება საწონის. ერთ-ერთი იყო, როგორც გითხარით, ეს ტაძარში განლაგებული წარწერა. ეს წარწერა არის
სამი სახის დამწერლობა, რომელიც ყველაზე სრული ჩემს მიერ თქვენთვის შემოთავაზებული წარწერა, ეს ძირითადი წარწერაა, რომელიც სრულად შემორჩა შედარებით. ორი წარწერიდან შემორჩენილია მხოლოდ რამოდენიმე 102, 300-ია შემორჩენილი. ეს წარწერა თავიდან დაიწყეს მისი აფიშირება როგორც ქართული წარწერის, თუმცა შემდგომში რატომღაც შეცვალეს და თქვენს რომ ეს არის არამეული წარწერა. უბრალოდ უცნაურობა აქ იმაში იყო, რომ არამეული ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნის დამწერლობაა და აღნიშნული გრაკლიანის წარწერა, რომელიც შეისწავლა ევროპის და ამერიკის სამმა ლაბორატორიამ და სამივე დაწერა, რომ ეს არის ქრისტეს შობამდე მე-11 საუკუნის მიწურულის ან მე-10 საუკუნის დასაწყისის წარწერა, 1500-980 წლების წარწერა. მოგეხსენებათ, მე-8 საუკუნე ბევრად უფრო ახალია ქრისტეს შობამდე, ვიდრე მე-11 საუკუნე, კლებით მოდის თარიღები და ამიტომაც დაახლოებით 150 წლის წინ გრაკლიანის წარწერიდან 150 წლის მერე შეიქმნა არამეული, დღეს ჩვენთვის ცნობილი წარწერებიდან ყველაზე ძველი არამეული სწორედ არის არამეელების მეფის მეშას წარწერა სტელაზე, რომელიც დაახლოებით მე-8 საუკუნის შუახანებით თარიღდება. გამოვიდა სენსაცია, რადგანაც ასურეთიდან ჩრდილოეთით რამოდენიმე ასეულ კილომეტრში არამეულის სამშობლოსთან შორს ქართლის ცენტრში აღმოჩნდა არამეული წარწერა. ამ საკითხის შესასწავლად ჩამოვიდნენ ცნობილი არამეოლოგები, მაგალითად უდინეს უნივერსიტეტიდან, იტალიიდან მარიო ფალესი, რომელმაც დაიწყო ამ წარწერის შესწავლა როგორც არამეულის. დღესაც სწავლობენ მას როგორც არამეულს სამწუხაროდ. ჩემთვის როგორც რიგითი ქართველისათვის მიუღებელია, რომ შიდა ქართლის ცენტრში არამეულად იყოს წარწერა 30 საუკუნის წინ, როცა არამეული ჯერ კიდევ არ იყო. ამის მერე რა თქმა უნდა არის ქართლში არამეული წარწერები, იმიტომ რომ არამეული მსოფლიო ენა იყო მაშინ და თავისთავად ცხადია არა მარტო საქართველოში, მაგრამ იმ დროს როცა არამეული ჯერ არ იყო, ჩვენთან ეს წარწერა არ უნდა ყოფილიყო. ეს გახდა ჩემი ძირითადი мотиваცია, როცა მე ამ წარწერის კვლევა დავიწყე. და საბოლოო ჯამში გარკვეულ შედეგებამდეც მივედი. საბოლოო ჯამში მეცნიერებმა ესეთ დასკვნად ჩამოაყალიბეს, რომ აქ არის დაახლოებით 10 სიმბოლო და ვარაუდობდნენ, რომ ეს არ არის ანბანური, ან არის ანბანური და სილაბური, ან თუ ანბანური არის არამეული, როგორც გითხარით, და საბოლოოდ ჩამოაყალიბეს 10 სიმბოლო. ეს ამ შემთხვევაში ამ სურათზე წარწერა კიდევ კარგ მდგომარეობაშია, ბევრად უფრო დაზიანებულია ახლა აქეთ ამ მხარე ფაქტიურად აღარ არსებობს ამ წარწერისა, დაზიანდა, ჩამოიშალა და შემდგომში იქიდან აიღეს იმ დაზიანებული წარწერიდან სურათები, რომლებიც გარკვეულწილად დაემსგავსა კიდევაც არამეულს, იმიტომ რომ რეალურად ეს ქვიშანარევით ხა ჩამოიშალა და წარწერის ასოებმა დაკარგა მოხაზულობა. ბევრი ცდილობდა ამ წარწერის გაშიფრვას, მე სანამ ამ წარწერაზე დავიწყებდი მუშაობას, გავეცანი მათ კვლევებს ყველას, ძირითადად მათი мотиваცია იყო წაიკითხათ ერთი ან ორი სიტყვა, რადგანაც თვითონში იგვე ეძებდნენ როგორც სილაბურს, ანუ მარცვლებს, ასევე ნახატებს, ასევე ხმოვნებს და საბოლოო ჯამში 10 სიმბოლოიანი ტექსტი, თავისთავად ცხადია, ვერაფრით ვერ გაცდება დაახლოებით 2 სიტყვას და შესაბამისად სხვა ვარიანტები თავდებოდა ესე ორი სავარაუდო წაკითხვით, რომელშიც ზოგი იყენებდა ასომთავრულს და მხედრულს, ზოგი იყენებდა მხედრულს, ზოგი მხედრულს, ასომთავრულს და სილაბურს, რომელიღაც მარცვლოვანისას, ზოგი ხატოვანსაც, ზოგი აფრიკულ დამწერლობებსაც და საბოლოო ჯამში 10 სიმბოლოში ზოგიერთი 5-6 დამწერლობასაც იყენებდა. მე ჩავთვალე, რომ ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო, იმიტომ რომ თუ იქნებოდა მწყობრი სისტემა და მე ამაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი წინაპრები არ იყვნენ ისეთები, რომ გაურკვეველი წარწერები ეკეთებინათ გაურკვეველი დამწერლობებით, ჩავთვალე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ასომთავრულის წინა საფეხური, რომელიც აუცილებლად დაეყრდნობოდა ასომთავრულს. მართალია მეცნიერები ნაწილი ფიქრობდა, ქართველი მეცნიერები, რომ შეიძლება მხედრული არ იყო ესეთი ახალი, როგორთაც ჩანს მისი აღმოჩენილი ნიმუშები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვქონდა მხედრულის ძველი ნიმუშები, ასევე არ გვქონდა ნუსხურის ძველი ნიმუშები და ყველაზე ძველი იყო ასომთავრული, რომელიც საქართველოში ბოლნისის სიონზე, მცხეთის ჯვარზე, ასევე
დატანილია დავათის სტელაზე, ნეკრესის წარწერები, რომლებიც ოფიციალურად დათარიღებული არაა, მაგრამ დაახლოებით პირველ-მეოთხე საუკუნეებში მერყეობს მათი ასაკი. ოფიციალურად დათარიღებული იყო ჩვენთვის იერუსალიმის წარწერები მეხუთე საუკუნის დასაწყისისა, რომელიც იყო შესრულებული ასომთავრულით და აქედან გამომდინარე თუ გავითვალისწინებდით ენის და დამწერლობის განვითარების ლოგიკას, თუ იყო ძველად ასომთავრული ნუსხური და მერემხედრული, ვერაფრით ვერ იქნებოდა არეული, თუნდაც 3000 წლის წინ ეს წარწერები. ეს წარწერა, გლაკლიანის წარწერა დაახლოებით ორჯერ უფრო ხანდაზმულია, ვიდრე იგივე იერუსალიმის წარწერები. ანუ თუ იერუსალიმის წარწერებამდე დაახლოებით 1500 წელი გვაშორებს, 1500 წელი აშორებს იერუსალიმის წარწერებს გლაკლიანამდე. თავისთავად ცხადია, აგერ ჩვენ წინ 1500 წლის მანძილზე სამი დამწერლობა წარმოიშვა ასომთავრულიდან, თვითონ ასომთავრული, ნუსხა ხუცური და მხედრული და თავისთავად ცხადია 1500 წლით ადრეც ვერ იქნებოდა ზუსტად ერთნაირი დამწერლობა, გარკვეული სახეცვლილება მასაც უნდა განეცადა. თავიდან დავიწყე ძებნა და როცა დავიწყე ამ გარკვეული ქართული ასოების ძებნა, რამოდენიმე ქართული ასო მასში ეგრევე ჩანს, არ უნდა მას დიდი დაკვირვება, ვისაც ასომთავრული ამბანი გაუთავისებია და მისთვის არ არის უცხო, რამოდენიმე ასო პირდაპირ არის ცხადი, მაგალითად აგერ აქეთა მხარეს ასომთავრული ჩვეულებრივ გარკვევით ჩანს, აგერ ბატონო რ ასევე ასომთავრული გარკვევით ჩანს, თუმცა რატომღაც ეს აშკარად დასანახი ასოები ვერ დაინახეს. ასევე იქ ბრძანდებოდა ბატონი რამაზ პატარიძეც უკვე ღრმად მოხუცებული სიკვდილის წინა წლებში და მან თქვა, რომ ეს ნამდვილად იქნება ქართული წარწერა, იმიტომ რომ ასოები ისე აწყობილი, რომ უნდა იკითხებოდეს მარცხნიდან. მოგეხსენებათ სემიტური ენები, მათ შორის არამეულიც და ებრაულიც იკითხებოდა მარჯვნიდან და მათში არ იყო ხოლმე ხმოვნები, ხოლო თანხმოვნებს წერდნენ და ბატონმა რამაზმა ბრძანა, რომ მე ნახე ერთი ასო დავიმახსოვრე, რომელიც უეჭველად ამოვიცანი და მომდევნო ხანებში ვიტყვი, ასე თქვა ორ გადაცემაში და სამწუხაროდ ბატონი რამაზი გარდაიცვალა და მაინც ვერ თქვა ის ქართული ასომთავრულის ასო, რაც დაინახა. საბოლოო ჯამში რადგანაც ეს უნდა ყოფილიყო ტაძრის წარწერა, ან ტაძრის საკურთხევლის საძირკველზე არსებული წარწერა, უნდა ქონოდა გარკვეული რელიგიური შინაარსიც და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო დიდი ტაძარი და მასში ვერ დაეტევოდა ასობით მლოცველი, გარკვეული რელიგიური შინაარსი უნდა ქონოდა. თავიდან მეც ტრადიციულად დავიწყე, როგორც ხვებმა, ერთი ან ორი სიტყვის ძებნა და საბოლოო ჯამში კვლევაძიების შედეგად მივხვდი, რომ ერთი-ორი სიტყვის ძებნა არ გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ აგერ ეს ახლოს პირველივე ასოც აშკარად ასომთავრული არის და ვერაფერს ვერ შეედავები, თავიდან მეც ითვკითხულობ და დიდხანს ვიწვალე ამის გამო. საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ ტექსტში ხმოვნები არ უნდა ეძებო ასომთავრულის მოხაზულობით, რადგანაც ამ შემთხვევაში მხოლოდ ორ სიტყვას მიიღებ, ან სამ სიტყვას მიიღებ, მე ჩავთვალე, რომ ეს ტექსტი უნდა ყოფილიყო უფრო ვრცელი. თავიდან დავიწყე პირველი ორი სიტყვით, ეს წარწერა აქეთა კუთხეში ცოტათი ჩამონგრეულია, ჩარჩო ქონდა, აქედან ესეთი ჩარჩო, რომელიც ამ წარწერას მარცხნიდან საზღვრავდა. ეს წარწერა არის განლაგებული დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დამხრობით, ანუ ეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იკითხება, ასევე წარწერას ბოლოში ქონდა დართული სტელა. ანუ ეს აქეთა მხარეს მთავრდებოდა სტელით, რომელიც დაგვირგვინებული იყო ვერძის თავით. ამ სტელაზე დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიმაღლის სტელაზე გარკვეული ფიგურებია გამოსახული. შემდგომში ის სტელა ამოვარდა, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ საყრდენი გამოეცვალა, თვითონ სტელაც შუაზე არის გატეხილი, რადგანაც ისიც იგივე მასალისგან იყო დამზადებული, თიხისგან და თიხაშერეული ქვიშაშერეული თიხისგან და საბოლოო ჯამში ეს პირველი ორი ასო ესეთი გამოვიდა, ჩემი აზრით, ეს იყო ქ, რომელიც ოდნავ სტილიზებულია, მაგრამ ფაქტობრივად იმეორებს ასომთავრულის ქს. და მეორე ასოც ასევე ცხადი და აშკარა იყო იოტა. ანუ ესეც ზუსტად, რომელიც გავს მხედრულის ას, არის ზუსტად იოტა, რომელიც ვერ აგერება სხვა ასოში და თავიდან გამოვიდა პირველი ორი ასო კი, ანუ შემოკლებული სწრაფად სათქმელი ი
ნუ კი ქართულში, საკუთრივ ქართულში არაფერია, ქიანა ქვეყანა მეგრულად, მაგრამ ნუ შემდგომ მასოებმა აღარ მომცა საშუალება რომ გამეგრძელებინა ქიანას საკითხვა, რადგანაც იყო კი, დაუწყე ქის ძებნა, ნუ ქის ბევრი ძებნა არ ჭირდება, რადგანაც იმ პერიოდში ერთ-ერთი დიდი კულტურა და დიდი ენა იყო შუმერული. შუმერული კულტურა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, მისმა ენამ და დამწერლობამ განვითარება და ახლობით 5000 წლის წინ დაიწყო კიდევ უფრო შორსაც და შუმერების დამწერლობა იყო მიბმული შუმერულ ენაზე, მასზე იყო აწყობილი და მიუხედავად იმისა, რომ შუმერებმა დაახლოებით 37 საუკუნის წინ როგორც ერმა არსებობა შეწყვიტა და შეერია ის თავისივე ტერიტორიაზე ჩამოსახლებულ ბაბილონელებს, ჯერ აქაძელებს და მერე ბაბილონელებს, შუმერულმა ენამ ვერ დაკარგა თავისი ფუნქცია და კიდევ დიდხანს შუმერების შემდგომ დასავლეთ აზიაში გამოიყენებოდა როგორც კულტურის და რელიგიის ენა. მისივე დამპყრობელი აქადელები, მერე ბაბილონელები, მერე ასურელები, ხეთები, მითანელები მაინც წერდნენ შუმერული ლურსმნულით, რომელიც დამყარებულია, როგორც გითხარით, შუმერული ენის მარცვლებზე და შუმერულის ცოდნა აუცილებელი იყო ლურსმნული დამწერლობის შესასრულებლად. აქედან გამომდინარე, მთელს დასავლეთ აზიაში სოფლიო ენად, მაშინდელ სოფლიო ენად იყო შუმერული. და აქედან გამომდინარე, შუმერული ქალღმერთი არის ეს ქიც. კი არის დასაბამისეული ქალღმერთი შუმერულ მითოლოგიაში, როცა სამყარო იწყებოდა, კი იყო დედა ქალღმერთი, რომლისგანაც დანარჩენი ღმერთები გაჩნდა. თუმცა შუმერში ქიმ ვერ მიიღო ესეთი ფართო გავრცელება, რომ ტაძრები აეშენებინათ და ეს აქტიური ქალღმერთი ყოფილიყო, უბრალოდ დარჩა დასაბამის ქალღმერთად, როცა დაიწყო მისგან ღმერთების მოდგმა. ანუ ჩავთვალე, რომ რადგანაც ესა 3000 წლის წინანდელი, მიუხედავად იმისა, რომ შუმერები აღარ არიან შუმერული აქტიურად გამოიყენება, ესა დაახლოებით ასურეთის ზეობის ხანა, ქრისტეშობამდე მე-11 საუკუნის მიწურული, როცა ასურეთმა დაძლია გვიან ბრინჯაო ადრერკინის კრიზისი, რომელიც გამოისახა გლობალურ დათბობაში, ნალექების შემცირებაში, სარწყავი სისტემების დაშრობაში და ბევრმა სახელმწიფომ შუა ბრინჯაოს და ძველი ბრინჯაოს ხანის არსებობა შეწყვიტა, ასურეთმა გადაიტანა ეს კრიზისი, გაძლიერდა და დაიწყო აღმასვლა და შესაბამისად ასურეთიც იყენებდა შუმერულ დამწერლობას, ლურსმულს, თავისი შუმერული ენით. და ჩავთვალეთ, რომ ბუნებრივი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩრდილოეთითა საქართველოს ტერიტორია, მაინც დასავლეთ აზია კულტურულად დაკავშირებული იყო დასავლეთ აზიასთან და ეს იყო ბუნებრივი. რაც შეეხება შემდგომ გაგრძელებას, შემდგომი გაგრძელება იყო ის, რომ ქის, როგორც ქალღმერთს, როგორც ეს ტრადიციულად იყო ძველ სოფლიოში, ღმერთს, ქალღმერთს და ასევე მეფესაც, როცა წერდნენ, ხშირად მის წარწერას აჩარჩოებდნენ. ანუ ეს იყო გამოკვეთილი წარწერაში, რომ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული ადგილი, რაღაცით გამორჩეული, რადგანაც მასში ეწერა ღვთაების სახელი. და რადგანაც როგორც გითხარით, აქეთა მხარეს ახლა მოტეხილი აქვს ეს პატარა ჩარჩო, ერთი მხრიდან ქონდა ჩარჩო, ეწერა შიგნით ქალღმერთის სახელი, ჩავთვალე, რომ ეს კიდევ ერთიც იყო ჩარჩო. ანუ სრულად იყო დაცული ინდროიდელი მსოფლიოს ნორმები, ქალღმერთის სახელი ეწერა ჩარჩოში. თუმცა მე გავაგრძელე და უკვე ჩიხში შევედი, რადგანაც იქით ისეთი აღარაფერი აღარ იყო, რაც ასომთავრულის ასოებს შეესაბამებოდა, კერძოდ მაკალდებოდა ხმოვნები. და ასევე ეს იც, ჩარჩოს იც გამოდიოდა რთულად. საბოლოო ჯამში ნასკვნამდე მივედი, რომ ამ წარწერაში ასომთავრულის ხმოვნები უბრალოდ არ წერია. ანუ ესაა ისეთი ტიპის, ახალი ტიპის, უბრალოდ ძველი ტიპის ასომთავრული, რომლის შესრულების დროსაც ხმოვნებს არ იყენებდნენ. ამ თანამედროვე ასომთავრულის მოხაზულობით, სამაგიეროდ ხმოვნები იყო უცნაური ფორმით, რომელიც საშუალებას იძლეოდა წარწერაში ხმოვანი ყოფილიყო, მაგრამ არ ყოფილიყო როგორც ასო ესე მოხაზული. მოგეხსენებათ, შემდგომი ხანის სემიტურ ენებს ხმოვნები ტექსტში საერთოდ არ აქვს, უნდა ჩაუმატო შიგნით მასში ხმოვანი.
და ამიტომაც ეს გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალებაც იძლევა ხოლმე, როცა წერია ორი თანხმოვანი, წინ შუაში და ბოლოში რა ხმოვანს დაირთავს, ეგ უკვე წამკითხავის ფანტაზიასაც გარკვეულწილად ავითარებს ხოლმე და ამიტომაც თლად სწორი ტექსტებით შეიძლება ვერ წაიკითხო. ამ შემთხვევაში დავაკვირდი, რომ ამ წარწერას აქვს უცნაური ნიშნები, რომლებსაც ვერც ერთი გაშიფრვაში ვერ შევხვდი. ესენია თავისებური ხაზები და წრეები. აი მაგალითად, იგივე ჩარჩოს ზედა ნაწილში არის ეგ მოკლე ხაზი. ამ შემთხვევაში დავაკვირდი იმასაც, რომ ჩარჩო არაა ერთნაირი, ანუ ერთნაირი სიღრმით ნაკვეთი. ჩარჩოს ქვედა ნაწილი არის უფრო ღრმა კვეთა და ზედა ნაწილი არის შედარებით თხლად ნაკვეთი. ასევე რომ გაყვებით ამ წარწერას აქვს კიდევ ერთი გრძელი ხაზი შედარებით, მერე ისევ შედარებით მოკლე ხაზი. ამ ადგილას დაზიანებული არის წერტილი ან მრგვალი, აქეთ ნახევრად მრგვალი და ასევე ბევრ ადგილას არის შვეული მოკლე ხაზები. ანუ გამომივიდა 5 სხვადასხვა ნიშანი. მოკლე თარაზული ხაზი, გრძელი თარაზული ხაზი, ერთი ვერტიკალური ხაზი, ერთი წერტილი და ერთი ნახევრად წერტილი. ქარაგმის მსგავსი, ხო, რაღაც ქარაგმი. ხო, ჩვეულებრივ, ანუ ქარაგმასაც კი დავუკავშიროთ. ხო, ნუ მაგკუთხითაც მე შეიძლება წაიკითხო. ამ შემთხვევაში რადგანაც იყო 5 და იყო 5 განსხვავებული, ბატონო, უზარ ჩავთვალე, რომ ესენი უნდა ყოფილიყო ქართული ანბანის 5 ხმოვანი, რომელსაც არც ერთი წამკითხავი არ იყენებდა, არც თვლიდნენ საჭიროდ თითქოს რომ წაიკითხას, არადა წარწერა შესრულებულია ტაძარში, არ არის ეს წარწერა რიგითი წარწერა, იგივე იტალიელმა სპეციალისტებმა, როცა ეს წარწერა შეისწავლეს, თქვეს, რომ ეს წარწერა ადგილზე დამზადებული არა, ესა მოტანილი წარწერა, რომელიც დაამზადეს სპეციალურ სახელოსნოში, მოიტანეს და საკურთხევლის ფილას მიადგეს. აქედან გამომდინარე, მათ ასევე თქვეს, რომ იმდენად დახვეწილადაა შესრულებული ეს წარწერა, რომ დამამზადებელი ხელოსნის პირველი წარწერა არ იქნება. ანუ მას ხელი გაწაფული ჰქონდა და მსგავსი ტიპის წარწერებს იმ თავის სახელოსნოში ამზადებდა, მიჰქონდათ გარკვეულ ადგილას და ამონტაჟებდნენ. აქედან გამომდინარე, თუ ესეთი სისტემა არსებობს, რომ სახელოსნოა, ხელოსანი ამაზე მუშაობს, წარწერას ქმნის, მიაქვთ, ამაგრებენ, იქ ფაქტობრივად გამორიცხული იყო, თქვათ, 5 სახის ანბანის გამოყენება, ასევე გამორიცხული იყო გარკვეული შეცდომა, ზედმეტი ნიშნის დატანა, ანუ იქ რაც წერია არის, ეს არა ბავშვის ნაჩხაპნი, რომ თქვათ, რაღაცები მოხდა. ჩვენინაზე რო თქვათ სტამბა. ხო, კი ბატონო, იმიტომ რომ მაშინ დამწერლობა თანამედროვე გაგებით ესეთი არ იყო, რომ დაბეჭდო, დაწერო, ყალიბია. კი ბატონო, ხო, გამოყალიბებულები არიან. შეასრულებდნენ და მე გარკვეულ ადგილას დაამაგრებდნენ. მე რამდენადაც ვიცი, კასპის სამხრეთ ნაწილში მტკვრის გაღმა, სადაც კაფთისხევისკენ კიდევ რაღაც ესეთი მსგავსი ტიპის წარწერა, ეგეთივე ფორმაში შესრულებული, რომელიც გახსნეს და მე დააკონსერვეს, ვერ გეტყვით, მე არ მინახია მისი ფოტოები, უკაცრავად ჩაგერთვებით გორში არის თრელიგორა და ასევე ტყვიავის ნაქალაქარი. და იქ გაღმა. არა, ეს რაც თქვენ ბრძანებთ. ეხლა დამატებით გაძლევთ ინფორმაციას. გორში სვენეთთან არის თრელიგორა, ესე ქვია, და ასევე ტყვიავში ნასოფლარი, ნაქალაქარი და საოცარი არქეოლოგიური ძეგლები. იქ მონაწილეობდა ძალიან დიდი ადამიანი, გვარად ნადიმაშვილი, ჩემი მეგობრის ბატონი სოლომონ ნადიმაშვილის მამა ამ გათხრებში და როგორც ეს ბატონი ამბობს, მე აუცილებლად დაგაკონტაქტებთ მათ, იქაც არის ასონიშნები რამდენიმე და იქნებ ეს დაგეხმაროთ კიდევ უფრო ღრმად წაწიოთ. ანუ ასონიშნების იმ ეპოქის დაახლოებით 30, 32, 27 საუკუნის წინანდელი, თქვენ რო ეხლა კასპი ბრძანეთ, მე უკვე მოგახსენებთ, რომ დამატებით კიდევ ორგან არის სვენეთთან და ტყვიავში. არსმენია სხვადასხვა სვენეთის გათხრებს არ გაცნობილი, ხო, მაგლა როა, ხო გზიდან მაგლა. ტყვიავთანაც საკმაოდ ისეთი ინტენსიური ურთიერთობა აქვს. მეუღლე მყავს იქ. ანუ ვიცოდით ეს ამბავი? მაგრამ ხო წარწერაზე არ ვიცოდი. ой, ბატონ მეც გამაუცა და გამახარა ბატონმა სოლომონ ნადიმაშვილმა იცის დეტალები. კი ბატონო, ამ საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ჩავთვალე, რომ ეს 5 ნიშანი არის ხმოვნები.
მაგრამ ახლა ხმოვანია და 5 ცალია იქიდან ამოვარჩიო გარკვეული ხმოვნები უნდა მიუსადაგო გამოიყვანო აზრი საბოლოოდ რაღაც შინაარსი ჰქონდეს და ეს არა ასეთი მარტივი საკმაოდ საწვალებელი საქმეა რადგანაც როცა არიცი რთულია. საბოლოო ჯამში გავაგრძელე წაკითხვა და შემხვდა შემდგომ ასევე ნორმალურად გასარჩევი ასო ქართული ასო ეს არის ძ. ამ ძ საკლია აი აქ ხაზი რომ სუფთა ასომთავრული ძ იყოს, მაგრამ მანამდე გრძელი ხაზი იყო და საბოლოო ჯამში კიდევ ერთი ასო შემხვდა, ეს არის ხე. ხესაც აი აქ ერთი ხაზი აკლია, რომ ჩვეულებრივი ქართული მერვე იყოს და ასევე ის ასოებიც, რომლებიც როგორც გითხარით, ხმოვანია და თანხმოვანია, ასევე არაა შეერთებული. აგერ ეს ასონიშანი ჩერდება, იწყება სხვა ასონიშანი, ეს მოდის აქ და ეს ვერტიკალური ხაზი მას არ უერთდება, ანუ არ კვეთავს, მიდის და ჩერდება, ანუ მისმა დამწერმა განზრახ გააკეთა, რომ არ მიაყოლა და თანაბარი კვეთა არ გააკეთა, რადგანაც მან მიზანმიმართულად გამოყო შესაბამისი ნიშნები ერთმანეთისგან, რომ მასში დაგენახა ერთმანეთში ჩახაზული რამოდენიმე ასო, ანუ გარჩევადი რომ ყოფილიყო და საბოლოო ჯამში იქამდე მივედი რომ დასკვნამდე რომ ეს ძეგლი ჩვეულებრივი მარტივი 2 და 3 სიტყვიანი ძეგლი არ იყო. ანუ განზრახ დაჯდნენ და ეს წარწერა შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ეს წარწერა არის საკმაოდ რთული წარწერა. ჯერ წავიკითხე მარცხნიდან როგორც ქართველები წერთ და მაშინაც წერდით, წავიკითხე 5 სიტყვა და საბოლოო ჯამში ამ 5 სიტყვისგან ფიქრობდი რომ უნდა ყოფილიყო გარკვეული მელოდია, რაც შექმნიდა ლოცვის იმიტაციას, რადგანაც ეს უნდა წაკითხულიყო ტაძარში და გარკვეული ჟღერადობა უნდა გქონოდა, რომ ლოცველებზე ემოქმედა, როგორც ნებისმიერი ლოცვაა ესეთი ჟღერადი, რომ ადამიანის სულიერ სამყაროზე იმოქმედოს და საბოლოო ჯამში ჩავთვალე რომ ქის მერე ეს კი უნდა დაბოლოებული იყო მოკლე ნიშნით, რომელიც არის ჩემი დაკვირვებით i და გამოვიდა 2 i-იანი კი, ანუ მას აქვს როგორც ჩვეულებრივი i, მოკლე ხაზი გრაკლიანზე, მოკლე თარაზული ხაზი, ასევე აქვს იოტაც, ანუ კი. და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ იოტა, მოკლე ხაზი ანუ i და ჩარჩო არის ერთმანეთში ჩასმული, რამაც მანახა რომ გრაკლიანის წარწერას აქვს ლიგატურები, ანუ ის მასში ასოები ერთმანეთში ზის და შესაბამისად რომ შეხედავდა გონია რომ ესა 10 სიმბოლოიანი, თუ დავუმატებ 5 ხმოვანს, თუ დავუმატებ იმას რომ ამ 5 ხმოვნიდან ეს ხმოვნები მეორდება კიდევაც, საბოლოო ჯამში მარტო ხმოვნებით და თანხმოვნებით ადიხარ დაახლოებით 20 ნიშანზე, 20 ნიშანზე და ასევე ამას ემატება ლიგატურები, ერთმანეთში ჩახატული ასოები, რომლებიც წინა ასოს გაგრძელებაა მეორე და საბოლოო ჯამში მასში ბევრი ასო გამოჩნდა. რადგანაც ძ მქონდა შემდგომი ასო და ეს ით ჩავთვალე, შემდგომში კიდევ ერთი ასო იყო იგივე i მეორდებოდა და ჩავთვალე რომ რადგანაც იწყებოდა ძ i ეს ჰ იყო და გამოვიდა რომ ძიჰე და წინ ჩავთვალე რომ ესაც უნდა ყოფილიყო გრძელი ხაზი e და საბოლოო ჯამში გამოვიდა მეორე სიტყვაც ეძიჰე. ანუ ეძიჰე ამ შემთხვევაში ეთრონ წაგეკითხა უფრო აზრიანი გამოვიდა და ეძიე, მაგრამ ეს როგორც გითხარით, ძველი ქართულია 31 საუკუნის წინანდელი დაახლოებით და ასევე მას აქვს გარკვეული მიზნობრიობა, რომ შექმნას რიცხვითი მოდელი, საიდანაც კიდევ მოგცემს სიტყვებს. ანუ მას აქვს ჰემატრიული მნიშვნელობაც, როგორც აღმოჩნდა, ესა როგორც უძველესი ქართული წარწერა, ასევე არის უძველესი ჰემატრიული წარწერაც, რომელიც დადასტურებულად შეიცავს ჰემატრიულ რამოდენიმე სიტყვას, რომელიც ამ წარწერით მიღებული რიცხვებისაგან მიიღება, რომელსაც ისევ გადაიყვან მარცვლებში და ისევ იღებ სიტყვებს. საბოლოო ჯამში გამოვიდა წარწერა, რომელსაც ჭარბი უები ჰქონდა. ანუ ერთს ჰქონდა ეძიჰე, ანუ სწორი ვერტიკალური ხაზი ჩავთვალე უთ და შემდგომში ყოველ მომდევნო სიტყვის ბოლოზე ასევე იყო u და საბოლოოდ გამოვიდა ქის გარდა დანარჩენ 4 სიტყვაში უთ დაბოლოებული და ტექსტი გამოვიდა ასეთი შინაარსის, რომელიც ეძღვნებოდა როგორც გითხარით
ქის მიწის ქალღმერთს, დედა ქალღმერთს, დასაბამისეულს შუმერისას, კი ეძიჰელ, ხცნევ, ანუ სცანი, შეიცანი, აზორევ, ანუ აზორვა ზორვა მსხვერპლის შეწირვა არის და ჰესევ, ანუ იმედი გქონდეს, რწმენა გქონდეს. ამოვიდა ესეთი დაახლოებით მორწმუნის ცხოვრების წესი, კი ეძებე, შეიცანი, მსხვერპლის შეწირე და სასუება გქონდეს, იმედი გქონდეს. კი სამ შემთხვევაში კი შეიძლება გაიგო როგორც მიწა, შეიძლება გაიგო როგორც მიწის ქალღმერთი, ორივე შემთხვევაში შესაძლებელია. საბოლოოდ გამოვიდა 5 სიტყვიანი ნაყოფიერების ქალღმერთი. ნაყოფიერების ამას ადასტურებს ასევე ის ქოთნების, დიდი რაოდენობით ქოთნები, ფეტვის და ქერის და ხორბლის, რომელიც გარშემო იყო შემოწყობილი, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ნაყოფიერების ქალღმერთებს, დედა ქალღმერთებს მიწისას მარცვლეულს წირავდნენ ხოლმე, სწორედ და სანამ როცა ეს წარწერა აღმოჩნდა თავისი გარშემო ქოთნებით, ქართველმა მეცნიერებმა, მათ შორის იგივე ვახტანგ ლიჩელმა, იგივე გია კვაშილავამ ივარაუდეს, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ კიდევაც დედა ქალღმერთის საკურთხეველი, რადგანაც ეს მარცვლით სავსე ქოთნები იყო მასთან უხვად, ძალიან ბევრი ეს გარშემო ელაგა შეწირული ქოთნები. ანუ გამოვიდა ესეთი სიტყვა. საბოლოო ჯამში დავიწყე მისი შესწავლა ჰემატრიულად, თუ რაიმე აზრს მომცემდა და აღმოჩნდა, რომ ამ წარწერას აქვს ჰემატრია, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს ცაზე. ამ შემთხვევაში ამ ჰემატრიაში ასევე მოცემულია როგორც ქართული, ასევე შუმერული სიტყვები, რადგანაც ჩავთვალე, რომ კი რახან არის გარკვეული ამ სოფლიო ენასთან გარკვეული კავშირი კიდევ უნდა ქონოდა ამ წარწერას და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ამ წარწერას აქვს ჰემატრიაც. ასევე მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს წარწერა შეიძლება წაიკითხო მარჯვნიდანაც. და მარჯვნიდანაც, როცა კითხულობ, კიდევ გარკვეულ აზრს გაძლევს, რომელიც მიგითითებს, რომ შენაც წაიკითხე ის პირველი წარწერა, ეგ არა საკმარისი, წარწერაში კიდეა გარკვეული შინაარსი და ამ წარწერასაც, ანუ მარჯვნიდან წაკითხვასაც აქვს ასევე ჰემატრიული შინაარსი, რომელიც ასევე გელაპარაკება გარკვეულ ცის სფეროზე და როგორც გითხარით, ბოლოში სტელა ადგას, ვერძის თავით აგვირგვინებული, ეს შემთხვევითი არაა. ქრისტეშობამდე 1000 წელი ვერძის ეპოქაა, ვერძის ეპოქის შუა ნაწილი, რომელიც დაახლოებით 2000 წლის წინ დაიწყო ქრისტეშობამდე და ქრისტეშობისას დამთავრდა და მზე გადავიდა თევზების ზოდიაქოში, თევზების თანავარსკვლავედში და შესაბამისად ვერძის თანავარსკვლავედში ყოფნისას იმ 2000 წლის მანძილზე მთელს მსოფლიოში აღმერთებული იყო ცხვარი, ვერძი და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც მანამდე კუროს ზოდიაქოში ქრისტეშობამდე 4000-2000 წლებში იყო აღმერთებული ხარი და ხართან დაკავშირებული, იგივე როგორც ამირანის მითი, რომ ბატონ უგზა რომ ისე დაიბადა, რომ თხენაკლული და მოზრის და დეკეულის ფაშში გაზარდა სულკალმახმა და ამ სამ-სამი თვის მოზრის და დეკეულის ფაშში ყოფნით გადარჩა და გააღმერთდა, ანუ ღვთაებაში გაატარა მოზრში და დეკეულში, მაშინ როგორც ღვთაებები ისე აღიქმეოდა მაგ პერიოდში, როგორც საქართველოში, ასევე იგივე შუმერშიც და იგივე თელს იმდროინდელ სოფლიოში, რომლებიც ცემდნენ ხოლმე თაყვანს ნათობებს, აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ და შესაბამისად იმ პერიოდს, რომელიც თანავარსკვლავედიც იყო ცაზე, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ იმ ცხოველს, რომელიც თანავარსკვლავედიც იყო ცაზე დაახლოებით 2000 წელი, როგორც გითხარით, გაბატონებული, ნელ-ნელა ტრიალდებოდა ცარგვალი და საბოლოო ჯამში სხვა ზოდიაქოს, სხვა თანავარსკვლავედი შემოდიოდა. ნუ ახლა მეგობარო, უნდა ჩაგერთოთ რა. კი ბატონო, ბრძანეთ. ისეთი წყაროსავით მოდის, გნებავთ ცოდნა, გნებავთ მიგნებები, რომ აი შეიძლება ითქვას, რომ სიამოვნებით გისმენთ, საოცარ ინფორმაციას იძლევით და კიდევ უფრო დიდი ინფორმაციას ფლობთ. ღვთისწყალობაა თქვენზე. მე მინდა ჩავამატო აი ამ საუბარში უცებ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამახსენდა. საუბრის დასაწყისში მე ვახსენე, რომ არსებობს რამდენიმე ქალდეა. პირველი ქალდეა არის ის, სადაც დასახლდა ნოე წარღვნის შემდგომ. იოსებ ფლავიუსი გადმოგცემს ჩვენ პირველი საუკუნის ისტორიკოსი ებრაელი, რომ გადმოვიდა რა კიდობნიდან ნოე და ნოეს ოჯახობა, ეს იყო ქალდეა, გორდიენა, ეს სინონიმებია, გორდი, კარდუ, გორდიენი, ქალდეა.
მე ამ ერთი ქალდეის მერე, ანუ ფუძე ქალდეის მერე ჩნდება რამდენიმე ქალდეა, ხომ? ეს არის სადაც ბასრა და ნასირია არის სამხრეთ ერაყში. ეს არის ის ქალდეა ქართლია, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ასევე ჩნდება ქალდეა ტრაპიზონის სამხრეთით, სადაც დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ ქალდეველი ვარ, ხალდი, ხალიბები ვინც არიან. ამაზე უამრავი წყაროა და ნუღა გავაგრძელებთ საუბარს. შესაბამისად, თქვენ რო ახსენეთ ახლა მანდ ჭირნახულის მფარველი, მოსავლის მფარველი, ქალღმერთი და ასე შემდეგ. ნახეთ რა გამახსენდა. სადაც შესაბამისად არის ჩრდილო ერაყი და სადაც შეედინება ტიგროსი თურქეთის ტერიტორიიდან ერაყის ტერიტორიაზე, იქ არის ესეთი ეკლესია სახელწოდებით ჭირნახულის, მოსავლის, პლანტაციების მფარველი დედა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ქალდეველთა. აი ეს სიტყვები ნახეთ, ქალდეველთა ჭირნახულისა და მწვანე მოსავლის მფარველი დედა ღვთაების და იქვე მერე მარიამია ნახსენები ეკლესია. შესაბამისად ახლა მოგეხსენებათ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო ღვთისმშობელი ყველაფრის მფარველია და სამყაროს დედაა და ღვთისმშობელს ხوار შეუთავსეს ეს მფარველობა ჭირნახულისაც. წარმოგიდგენიათ რისი თქმა მინდა რომ იქაც ქალდეველები არიან, იქაც ქართული სამყაროა, აქაც ქალდეა, აქაც ქართული სამყაროა და ეს იქაც შესაბამისად მსგავს შესაწირს წირავენ ეკლესიაში ღვთისმშობელს, სადაც მიაქვთ მარცვლეული, მიაქვთ მოსავალი და საოცარი სანახაობა, როცა აი ამ ეკლესიის დღესასწაულზე მიტანილია ეს იგივე შესაწირი, რა შესაწირსაც ჩვენ ვხედავთ 31 საუკუნის წინ სამთავისთან ქართლის გულში. ეს ერთი. მეორე იმის თქმა მინდა ჩემო მეგობარო, რომ აი ახლა ხო თქვით აზრთა სხვადასხვაობა და წამკითხველები და თქვენ არ გიხსენებიათ, რომ ზოგმა მე მიკვირს მათი შეიძლება ითქვას, რომ ვერც მესმის მათი ამბობენ, რომ ეს არის ორნამენტი. რაც თავიდანვე დანაშაულია. როგორ შეიძლება არის ორნამენტი? და თქვენ ასევე შესაბამისად გავუსვით ხაზი და მე კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, ჩემო ბატონებო, რომ ისტორია არ ცნობს 26 საუკუნის წინ მოვიდნენ აქ პირველი არამეელები, პირველი ებრაელები, მანამდე არ ყოფილან და მართლა აბსურდია, რომ 31 საუკუნის წინანდელ შიდა ქართლში არსებულ წარწერას არამეული უწოდოს ან ფინიკიური უწოდოს ადამიანმა. ასე შემდეგ. ეხლა თქვენ გაგიკვირდებათ ბატონო ელიზბარ, რომ 45 წუთი ვსაუბრობთ კიდე უკვე. ხო და ეხლა დაახლოებით 1-5 წუთი კიდე ისაუბრეთ, მონახაზი გააკეთეთ. კიდე ერთხელ დავკვირდით, რომ შეგხვდებით. ასევე მე იმის თქმა მინდა, ჩემო ბატონებო, მეგობრებო, თანამშრომელებო, თანამზრახველებო, დაინტერესებულებო ამ სფეროთი, რომ ჩვენ შესაბამისად ამ გადაცემასაც რამდენიმეგან დავდებთ, მითითებული იქნება ჩვენი რეკვიზიტები, სადაც დავდებთ იქ და ასე შემდეგ და ბატონი ელიზბარი მზად არის, რომ გნებავთ რომელიმე უნივერსიტეტში, კათედრაზე, რომელიმე ეკლესიაში, გნებავთ სახლში, ოჯახში, არც რესტორანი არ არის ცუდი, ნებისმიერ რესტორანში, კაფეში, დავსხდეთ და უფრო დეტალურად ვისაუბროთ, ვისაც ღრმად ჭირდება ამაში გარკვევა, ვისაც უფრო მეტად აინტერესებს. ეს აუცილებელია. ხანდახან ერთკაციანი და ორკაციანი აუდიტორია კაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 50 კაციანი შეხვედრა, ხო და მერწმუნებით თუ დაინტერესებული ადამიანი მოვა. საქმიანი და ღრმა და ასე შემდეგ და გააკრიტიკეთ ეს ადამიანი. შეეხმიანეთ ამ ადამიანს, შეეკითხეთ, ჩაუღრმავდით, იქნებ რამე შეცდომა უპოვნოთ, იქნებ რაღაცა წვლილი შეიტანოთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მოდით ახლა კიდევ ერთხელ ბრძანეთ ის ფრაზა, რაც თქვენი შეხედულებით და მე თქვენსკანა ვარ გადმოსული, რომ რაც წაიკითხეთ და აი 5 წუთი, 4 წუთი გაქვთ, რომ შევაჯამებ დაახლოებით მონახაზს გავაკეთებ, ბატონო ნუგზა. ანუ ეს წარწერა საბოლოო ჯამში არ იკითხება მარტო მარცხნიდან და მარტო მარჯვნიდან, არამედ შემდგომ კვლევებში აღმოაჩინე, რომ წარწერა იკითხება ამოტრიალებულათაც, თან იკითხება ისევ მარცხნიდან და ისევ მარჯვნიდან. ანუ 4 მიმართულებიდან იკითხება: მარცხნიდან, მარჯვნიდან და ამოტრიალებულად მარცხნიდან და მარჯვნიდან.
მე ვიყენებ ერთ და იგივე თანხმოვნებს, რაც თავიდანვე დავსახე, რომ I არის I მოკლე ხაზი, მოკლე თარაზული ხაზი, E გრძელი თარაზული ხაზია, U მოკლე ჰორიზონტალური შვეული ხაზია, ანუ არ შემიცვლია ეს. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა გამოიყენება 16 თანხმოვანი ქართული ანბანიდან, რომელიც დიდწილად ფაქტობრივად ზოგიერთი 100%, ზოგი 95%, ზოგი 85%-ით გავს ასომთავრულს, რომელსაც ვერაფრით ვერ მოუდებ შარშს, ეს არ არის ასომთავრული, აშკარად ასომთავრულია, მცირე დეტალების სხვაობით, ну 5 ხმოვანი, რომელიც თავისთავად ცხადია, არ არის ასომთავრული, იმიტომ რომ ესაა წერტილები და ხაზები, როგორც გითხარით. რადგანაც წერტილები და ხაზებითაა წარმოდგენილი და აშკარად თვალშისაცემია, ჩვენ ესე დავარქვით წერტილოვან ხაზოვანი, მრგლოვანი, რადგანაც აშკარად ჩანს ეს წერტილები და ხაზები. ასევე რადგანაც ჰემატრიაც აქვს ამ ტექსტს ჩავთვალეთ, რომ ესაა მიზანმიმართული ქართულ ანბანში, რომ დაშიფრო ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასო გქონდეს დასაშიფრი. აქედან გამომდინარე 5 ხმოვნის ამოკლება საბოლოო ჯამში ანბანიდან ნიშნავს საკმაოდ მნიშვნელოვან გაიოლებას დაშიფრისას და თუ ამას დაამატებთ, რომ ხმოვნები როგორც წესი არ ხვდება თანხმოვნებით იშვიათად, რადგან თითქმის 40% მაინც ხმოვანია ხოლმე სიტყვაში ქართულ ენისა, 40%-ით აიოლებს ხმოვნების არ დაშიფრის პროცესს. ანუ პირდაპირ შეგიძლიათ დაწეროთ თანხმოვნები დაშიფრო. ეს არა უხმოვნო ტექსტი, ანუ კონსონანტური, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ხმოვნებიანი ტექსტი, უბრალოდ ხმოვნებს აქვს წერტილების და ხაზების ფორმა და იგივენად როგორც გითხრათ მეორდება, თქვათ A შეხვდება ამ ტექსტში 4-ვე მიმართულებიდან 4-ჯერ, E გვხვდება 16-ჯერ, ну ერთი და იგივე E, I გვხვდება 10-ჯერ, O გვხვდება 4-ჯერ, U გვხვდება 11-ჯერ, თქვათ სიტყვაზე S გვხვდება 11-ჯერ, ანუ აქედან გამომდინარე ფაქტიურად შეუძლებელია რაღაცაასო 11-ჯერ შეხვდეს ერთი და იგივეასო და ის ტექსტში იტყუებოდეს, ან თქვენგენაცვალეთ, რა თქმა უნდა, ლოგიკა, რომელიც ანგრევს ყველაფერს. არანაირად, იმიტომ რომ როგორ შეიძლება მათემატიკურ ტაბულებს, ფიზიკის ტაბულებს და ცხრილებს ანგრევს ლოგიკა. ძალიან ლოგიკური დასკვნა თქვით. კი ბატონო, ასევე საბოლოო ჯამში გამოდის 24 სიტყვა, 96-120 შესრულებული, რაც ასევე ასტრონომიული მაჩვენებელია, ესაა დაახლოებით იმდროინდელი მზის გადახრის კუთხე წელიწადში 24 გრადუსი, 3 თვიანი გადახრის კუთხე, ну 6 თვიანი 48 იყო და საბოლოო ჯამში მზე სამხრეთ აღმოსავლეთიდან ჩრდილო აღმოსავლეთისკენ გაზაფხულიდან გაზაფხულამდე გადიოდა 96 გრადუსს და სწორედ ამას ემსახურება ეს 24 სიტყვა და 96 ასო. ამ შემთხვევაშიც თავის თავს ადასტურებს, ასევე როგორც გითხარით, ეს წარწერა არის ასევე მიძღვნილი სტელისადმი. სტელაზე არის გამოსახული გარკვეული ცხოველები, რომელიც ჩვენი აზრით არის ასტრონომიული მნიშვნელობის ცისრუკა, იმდროინდელი ცისრუკა, როცა ეს წარწერა იქმნებოდა და მასზე დატანილი არის რამოდენიმე ზოდიაქო, დატანილია ეს ზოდიაქოები უფრო დიდ მასშტაბში. ანუ თანამედროვე ზოდიაქოები არის მზის გზა დედამიწიდან მაყურებელისათვის, რომელიც თანავარსკვლავედებშიც გადის წლის მანძილზე მზე, მთვარე მზის გზას არ გადის, არამედ 5.1 გრადუსით მაღლა ან დაბლა ზოდიაქოებში მოძრაობს მთვარე, რადგანაც ძველი ქართველები იყვნენ მზის და მთვარის თანაბრად თაყვანისმცემლები, ანუ უზენაესი ღმერთი და უზენაესი ქალღმერთი იყო, როგორც ჩანს, თქვათ იგივე შუმერებმაც იგივე გააკეთეს, არ დააშორეს მზის და მთვარის გზა, ანუ ეკლიპტიკა, გააწიეს ზოდიაქოების სიმაღლეში, რომ ორივეს ერთად გაევლო ერთ გზაზე, ეს 5.1 სხვაობა რომ გასულიყო. ამიტომაც იმ სტელაზეც არის დატანილი ცისრუკა რამოდენიმე ზოდიაქოსი, რომელიც ეძღვნება სწორედ გაზაფხულის დღეღამტოლობას, რადგანაც ის ცის სურათი, რაც არის სტელაზე ამოსახული, იმ თანავარსკვლავედებით მხოლოდ შეიძლება შეიქმნას გაზაფხულის დღეღამტოლობას საღამოს საათებში, როცა მზე ჩადის და ახალი მთვარე ჩანს ცაზე, რამოდენიმე საათით, სანამ ახალი მთვარეც არ მიეფარება თვალს. ეს სტელა იმდენად დეტალური და ზუსტია, რომ თუ ჩვენ დავადგენთ მასზე არსებული ცისრუკის დროს, ფაქტიურად დავადგენთ როდის შესრულდა წარწერა, ზუსტად ეს იქნება არა მარტო წელი, არამედ იქნება თვე და იქნება დღეც, რადგანაც კონკრეტულად ცის ამ მდგომარეობას უცნაურ ფორმის მთვარეს, ზურგზე მდგომ მთვარეს, თასის ფორმის მთვარეს მიეძღვნა ეს წარწერა, რომელიც საქართველოს პირობებში იშვიათია,
აბსოლუტურად სწორად ზურგზე მდგარი მთვარე, ეს ხდება ხოლმე ეკვატორზე თითქმის ყოველთვის და რაც უფრო შორდები ეკვატორს დაახლოებით 24 პარალელამდე აღარ ხდება ეგეთი მთვარე თვალის წარმოქმნა და ხდება ძალიან იშვიათად და ამ შემთხვევაში უიშვიათესი მოვლენაა რომ საქართველოს 52 პარალელზეა და არა 24-ზე და კიდევ ორჯერ იშვიათია საქართველოს პარალელზე მსგავსი შესაძლებელია ათასობით წელში ერთხელ მეორდება და რადგანაც უცნაური მოვლენა იყო ჩვენმა წინაპრებმა ეს უცნაური მოვლენა რომელსაც ელოდებოდნენ რადგანაც ჩვენმა წინაპრებმა საკმაოდ ღრმად იცოდნენ ასტრონომია რასაც ეს წარწერაც თავის შემადგენელი დეტალებით ადასტურებს ფაქტობრივად ასტრომათემატიკური წარწერა არის თავისი შინაარსი თავის ხემატრით წინასწარ ელოდებოდნენ მთვარის ესეთ პოზიციას როცა უცნაური მთვარე გაჩნდებოდა ცაზე და დაამზადეს სწორედ ეს წარწერა რომელიც მიადგეს საკურთხევლის ფილას და დატოვეს საიდუმლოდ. ეს არა ყველასთვის სასაკითხი წარწერა, რადგანაც ინადა დაშიფრული რომც გწოდნოდა დამწერლობა ფაქტობრივად შეუძლებელია ერთი შეხედვით ამ წარწერაში რაღაცა წაიკითხო, უნდა გაანასხვაო ერთმანეთში ჩახატული ასოები და ეს იყო განკუთვნილი სასულიერო პირებისათვის, იგივე ქურუმებისათვის, იგივე მღვდლებისთვის, რომლებიც იქ მსახურობდნენ და უნდა თაობიდან თაობას გადასცემოდა ინფორმაცია, რომელიც იქ დატოვეს მათ ასტრონომიულად, როგორც ხემატრიაში, ასევე წარწერაში. ანუ ვრცელი წარწერა, ღრმა შინაარსით, როგორც გითხარით, საბოლოო ჯამში წარწერა, როგორც გითხარით, 24 სიტყვიანია და თავის მხრივ ასევე ჰემატრიაც, საბოლოო ჯამში ჰემატრია და წარწერა ერთად 54 სიტყვიანია. ანუ 20 სიტყვაც კიდევ ჰემატრიაში დევს, რომელიც ეხება სტელას, ანუ მთვარეს იმ პოზიციას მარტავს ორივე მხარის მარცხენა და მარჯვენა სიტყვების ჰემატრია და მიუთითებს რომ მთვარე ესეთია. ჯერ 2024 წელს თქვენი ცოდნაა გასაოცარი. თქვენი სიღრმეებია გასაოცარი და მიდგომა ამ საკითხისადმი და გაცილებით გასაოცარი, ათასობით გასაოცარი ის არის, რომ საიდან ამხელა გონება 21 საუკუნის წინ დღეის უკან, როგორც მეცნიერებმა დასვეს, შესაბამისად ეს თარიღი და აი საიდან სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფოში დავიბადეთ, სადაც აკრძალული იყო ბიბლიის როგორც სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენება. ასევე იყვნენ ესეთი ადამიანები, რომლებიც პირადად ცეცხლით და מחვილით და ეგრეთ წოდებული დირაკოლით დაუპირისპირდნენ საქართველოს ისტორიას, ქართლის ცხოვრებას, რომელიც მასხარად აიგდეს და გადმოგძახეს პეტერბურგის ერთ-ერთი კათედრიდან 150 წლის წინ ამ კათედრის გამგემრო, ეგო ნაყალბევიაო ქართლის ცხოვრებაო და ქართლის ცხოვრებაში წერია და უამრავგანაც წერია იგივე ბიბლიაში, რომ ჩვენი წინაპრები, ქალდეველები, პირველი ასტრონომები, როგორც თქვენ თქვით და ზეციდან სწავლობდნენ და ღმერთთან მოსაუბრეები იყვნენ. აბრაამი ქალდეველია, ქალდეველთა წიაღშია დაბადებული და ღმერთთან მოსაუბრე ადამიანია. ღმერთთან მოსაუბრე ადამიანია ნოე, რომელიც კარდუში ცხოვრობს, ქალდეაში ცხოვრობს და ღმერთთან მოსაუბრე ადამიანები არიან, შეიძლება ითქვას ჩვენი თანამედროვენი, ერთ საუკუნეში ვიცხოვრეთ, ვაჟა-ფშაველამ, ილია ჭავჭავაძემ, გალაქტიონ ტაბიძემ, ხო რაღაც პერიოდი შესაბამისად და ხო საუბრობენ ისინი ვლაპარაკობდი ღმერთთან, რომ წაუძღვეწინა ერთსა ღმერთმა მისთვის გამომგზავნა და გალაქტიონ ტაბიძეს, რომელიც ძალიან დიდი გონებაა, ესე პოეტურ ტალღაზე დავასრულოთ ეს საუბარი, დიდი გონებაა და გალაქტიონ ტაბიძე ამბობს, რომ ასომთავრულის ანი არის ზეციდან გადმოტანილი. ანუ ზეცამ გვასწავლა ჩვენ წერა-კითხვა, ზეცამ გვასწავლა ჩვენ ანგარიში და საოცარი წყალობაა ჩვენზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ელიზბარ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ შეძლებთ აი ამ 52 წუთიან გადაცემას მოусმენთ და ყურს დაუგდებთ ესეთ გაწონასწორებულ კვლევას. მშვიდობა, ჯანმრთელობა, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ლამაზო ადამიანებო, ყველაზე საუკეთესო მოქალაქეებო, დედამიწისა, ქართველებო. სულ კარგად იქნება ყველაფერი. დაგემშვიდობებით, ნახვამდის.